Figma-ში სლოტები გაიშვა და მოდი პირდაპირ გეტყვით. ეს არის დასასრული მომენტის, როცა კომპონენტის დეტაჩი გვიწევდა. რა არის საერთოდ სლოტი? მოკლედ ავხსნათ. ეს არის ფუნქცია, რომელიც შვილობილი კომპონენტის კონტენტს დინამიურს ხდის. აქამდე თუ დიზაინ სისტემას ვარგებდით ყველაფერს, ახლა შეგვიძლია კომპონენტის შიგნით სრული თავისუფლება გქონდეს სისტემიდან ამოვარდნის გარეშე. რეალურად ეს ბევრად უფრო ახლოსაა იმასთან, თუ როგორ მუშაობენ დეველოპერები კოდში. შესაბამისად, შედეგად ვიღებთ ნაკლებ ვარიანტებს, light ბიბლიოთეკებს და ბევრად სწრაფ და მოქნილ კომპონენტს. მოდი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. იმისთვის, რომ სლოტმა იმუშავებს, რამოდენიმე მთავარი წესი უნდა დავიცვათ. წესი ნომერი 1. სლოტი ყოველთვის კომპონენტის შიგნით უნდა იყოს. ის ვერ იარსებებს დამოუკიდებლად. როგორც უკვე ხედავთ, მე გამზადებული მაქვს რამოდენიმე კომპონენტი და ასევე ქარდი, რომელიც უნდა გავაკომპონენტოთ და ვნახოთ თუ როგორ მუშაობს სლოტი. როგორც პირველ წესში ვთქვით, სლოტი კომპონენტის გარეშე ვერ იარსებებს. შესაბამისად, მარტივად მოდი შევქმნათ კომპონენტი და ხედავთ, რომ ჩვენი ქარდი უკვე კომპონენტია. წესი ნომერი 2. სლოტი აუცილებლად frame უნდა იყოს. როგორც კი frames კომპონენტში ჩასვლა, მარჯვენა პანელში ჩნდება ღილაკი convert to slot. ამის მერე ფერი ვარდისფერი ხდება. დღეიდან Figma-ში ვარდისფერი ნიშნავს, რომ აქ სლოტია და შეგიძლიათ ნებისმიერი რამ ჩააგდო. როგორც მეორე წესში ვახსენეთ, მოდი შევქმნათ frame. შეგვიძლია frame შევქმნათ აქედან, ან უბრალოდ F-ს დავაჭიროთ და frame შეიქმნება. მოდი შევქმნათ frame და ჩავაგდოთ კომპონენტში. ხედავთ, რომ მარჯვნივ გაჩნდა convert to slot ღილაკი, შეგვიძლია ამას დავაჭიროთ და slot-ად გადააქცევს. შეგვიძლია მენიუში შევიდეთ, მაუსის მარჯვენა კნოპკით და convert to slot აქაც გვაქვს. ან შეგვიძლია shift command S, როგორც გვეუბნებია და ვხედავთ, რომ გახდა სლოტი. როგორც კიდევ ჩვენ ქარდს გამოვაგდებთ, ან უბრალოდ დავადუპლიკატებთ, ხედავთ, რომ გვაქვს უკვე ჩვენ აქ ქარდი, სადაც არის უკვე slot ფუნქცია. სადაც შეგვიძლია ნებისმიერი რამ ჩავსვათ, მაგალითად ახალი frame, ან მოდი ელემენტი შევქნათ და ჩავაგდოთ. უკვე ჩვენ სლოტში თავისუფლად ჩავარდა ელემენტი. აქამდე თუ გვიწევდა data-ში და მერე რაღაცა ელემენტის ჩასმა და ასე შემდეგ, დღეიდან უკვე ეგ საჭიროებას აღარ წარმოადგენს. ან თუნდაც რამე title. როგორც ხედავთ, სლოტში ყველაფერი ჩნდება თავისუფლად. მაგრამ აქ არის უკვე მესამე წესი, auto layout-ი. არ დატოვო სლოტი auto layout-ის გარეშე. აუცილებლად ჩასვია auto layout-ში, რომ ყველაფერი დინამიურად გაიზარდოს, ან შემცირდეს. და რა ვსგულისხმობ თამაში. მთავარ კომპონენტში რომ დავუბრუნდეთ, ხედავთ, რომ ჩვენი მთავარი ქარდი, რაც კომპონენტი არის, უკვე auto layout-ია, მიმართულება ვერტიკალური მიცემული გვაქვს და დაშორებები, მოდი გავუკეთოთ აქ 16 და თვითონ კონტეინერს სიმაღლე მივცეთ hagi. auto layout-ის ვიდეოში ახსნილია რას ნიშნავს hagi ფიქსირებული და fill და აქედან გამომდინარე, თუ არიცით, გადადით აუცილებლად auto layout-ის ვიდეოს უყურეთ. და თვითონ ამ slot-საც მოდი მივცეთ fill-ი და ჩავსვათ auto layout-ში. უკვე აქ ხედავთ, რომ instant კომპონენტი, ანუ შვილობილი კომპონენტიც და auto layout და title და ელემენტი აღარ ყრია, მოკლედ აქეთ-იქით. და მოდი მიმართულება მივცეთ, რომ ესეც აუცილებლად ვერტიკალური იყოს. შესაბამისად, მოდი ესეთი რაღაც გავაკეთოთ. დავამატოთ ახლა ჩვენ თავარ სლოტში ჩვენი სხვადასხვა კომპონენტები, მაგალითად, ჩავსვათ ლისტის კომპონენტი, მივცეთ fill-ი და რამოდენიმეჯერ დავადუპლიკატოთ. მოდი ბოლო კომპონენტს divider-ი გავუქროთ და თვითონ სლოტის ფერი არის F-ი, მოდი ფერი საერთოდ არ ქონდეს, ან თუნდაც ქონდეს. ამ ეტაპზე UI-ს არ ვაკეთებთ, აქედან გამომდინარე, ატომაც არა ქონდეს და მომგვალება გავუკეთოთ 24. ეს არის 12 არა, 24 არა, მოდი 16 ქონდეს. და ასევე მოდი ჩავსვათ ღილაკიც. და ღილაკსაც უთხრათ, რომ იყოს fill-ი. მოდი გამოვაგდოთ ახრიდან ჩვენი კომპონენტი, სადაც უკვე ვხედავთ, რომ ლისტი არის შიგნით და ასევე ღილაკი.
ან ასევე ეს ძველი კომპონენტიც, რომ დავარესეთოთ, ანუ reset instance-ის რომ ვიცეთ, ხედავთ, რომ უკვე იგივე ვიზუალს მივიღებთ. და როგორც ხედავთ, slot-ი არის default-ი და ჩვენ თუ აქ რაიმე სახის ელემენტს წავშლით, ანუ ერთ items, ხდება უკვე modified, ანუ მოდიფიცირებული. ადრე რომ ესეთი რაღაცა მიგვეღო, გვჭირდებოდა რომ თვითონ კომპონენტის slot-ში გაწერილი უნდა ყოფილიყო, თუ მაგალითად საჭიროება გახდებოდა რომ ყოფილიყო ელემენტში 10 ლისტი უნდა ყოფილიყო, მერე ბულიანები დამალული უნდა ყოფილიყო, მერე უნდა ჩაგესვა და ასე შემდეგ. თუმცა დღესდღეობით ერთ ლისტს ჩააგდებთ და თუ გვინდა დავამატებთ, თუ გვინდა წავშლით. ასევე slot-ში შეგვიძლია აქ პლუსზე დაჭერით, დავამატოთ ნებისმიერი აიტემი, ნებისმიერი კომპონენტი, უბრალოდ რაც გვაქვს შექმნილი და არა უბრალოდ აიტემი, როგორც გითხარით, უბრალოდ ელემენტის შეგდება ხელით შეგვიძლია და ასევე აქედანაც შეგვიძლია პლუსზე დაჭერით, დავამატოთ ელემენტი. ასევე თუ მაგალითად გვინდა რომ ხილაკის კონტეინერი სულ ესე ხელით არ ვამატოთ, არ ვშალოთ და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ბულიანის პარამეტრი, ბულიანის შესაძლებლობები აქაც დატოვებულია და შეგვიძლია გავაკეთოთ მაგალითად show ბატონი იყოს და აქ უკვე დაგვემატება დავარესეთოთ და აქ უკვე ვხედავთ რომ დაგვემატა show button. ანუ ჩვენ შეგვიძლია როგორც ადრე რაღაც კონკრეტულ კონტეინერის დამალვა ან გამოჩენა შეგვეძლო, აქაც უკვე კონკრეტულ კონტეინერს შეგვიძლია გავუწეროთ გამოჩნდეს თუ არ გამოჩნდეს, რომ ყველაფერი ხელით არ ვაკეთოთ, იმიტომ კომპონენტს რო ვაწყობთ, რა თქმა უნდა, მოქნილობას გვაძლევს ეს slot-ები, მაგრამ წინასწარ არის გაწერილი ამ კომპონენტს რისი საშუალება უნდა ქონდეს და რისი არა, ხო? აქედან გამომდინარე, შეგვიძლია გავუკეთოთ show hide-ის ფუნქცია. და ასევე არის კიდე მეოთხე წესი, დააწესე საზღვრები, preferred values. თუ ყველაფერს ჩაგდების უფლებას მიცემ კომპონენტს, დიზაინი გააცხავს უბრალოდ. გამოიყენე preferred distances, რომ მიუთითო კონკრეტულად რომელი ელემენტები უნდა ჩაჯდეს ამ slot-ში. ასე წესრიგსაც შეინარჩუნებ და კოლეგებსაც არ დააბნევ. ანუ რას გულისხმობთ? თავარ კომპონენტზე რომ დაუბრუნდეთ, ხედავთ რომ აქ slot-ში გვაქვს შესაბამისი სეტინგების ღილაკი და ხედავთ რომ აქ გვაქვს preferred distances სექცია, საიდანაც შეგვიძლია ვუთხრათ რომ ამ slot-ში შეიძლება წამოვიდეს ღილაკი, შეიძლება წამოვიდეს ლისტი. შესაბამისად ეს დავშალოთ და უკვე ჩვენ შეგვიძლია რომ აი აქ უკვე slot default-თან რომ მივალთ და რაღაცის დამატება რო გვინდა, უკვე ჩვენ ვხედავთ შემოთავაზებულ კომპონენტებს ამ slot-ში რა შეიძლება რომ ჩაჯდეს. მაგალითად ღილაკი, მაგალითად ისე slot-ი. აქედან გამომდინარე უკვე ჩვენ წინასწარ გვაქვს განსაზღვრული თუ რა კომპონენტი შეიძლება ამ slot-ში ჩაჯდეს. თუ ჩემი წინა ვიდეო ნანახი გაქვთ კომპონენტებთან დაკავშირებით, ალბათ იქ გახსოვთ თუ slot-ში რაღაც კონკრეტული ელემენტები ჩაგვედო, რამ ხელა გზა უნდა გაგვიარა და რა გაგვეკეთებინა. თუ კარგად გახსოვთ, აი აქ, მოდი აქ slot-ის ფუნქცია ჩავურთოთ. აქ უკვე ხელით ვქმნიდით, ესე ვთქვათ, slot area-ს, საიდანაც შემდეგ ამ slot-ში ვაძლევდით რაღაც კონკრეტული ელემენტების ჩაგდების უფლებას. და შემდგომ, როცა უკვე ამ ელემენტს გამოვიყენებდით, აქ გქონდა slot-ის placeholder-ი, საიდანაც აქ მერე ცალკე ვქმნიდით იმ slot-ების კომპონენტების, შვილობილი კომპონენტებს, ესე რომ ვთქვათ, რომელსაც ჩავყრიდით მერე ამ slot ფუნქციაში. აქედან გამომდინარე, აქ უკვე აღარ გვიწევს მსგავსი რაღაცის გაკეთება და ცალკეულად კომპონენტები როცა არის შექმნილი და ახალ კომპონენტზე როცა ამ slot-ის ფუნქციას ჩავთავთ, უკვე ნებისმიერი კომპონენტი შეგვიძლია წამოვიღოთ და ჩავსვათ. მოდი ცოტა კიდე რაღაც მოდიფიკაციები ჩავატაროთ. ასევე კიდე შესაძლებელია მაგალითად ჩვენით რომ შემოვაგდოთ ღილაკი, დავამატოთ ღილაკი და შემდგომ ეს ღილაკები auto layout-ში ჩავსვათ, გავუწეროთ რომ
ჰორიზონტალური იყოს, გავფილოთ და კონკრეტულ ღილაკს მივუთითოთ fill container-ი. თვითონ ამ სლოჩიც არის შესაძლებლობა, რომ auto layout-ში ჩასვა კიდე სხვა ელემენტები. და ასევე შესაძლებლობა არის მაგალითად, მოდი ეს ღილაკი გამოვაგდოთ ამ სლოტიდან, რომ არ იყოს ამ სლოტში და შევქმნათ მეორე ერთი ფრეიმი დავამატოთ, რომელსაც რა თქმა უნდა fill-ი უნდა გავუწეროთ და შევქმნათ კომპონენტად. create property slot 2 ერქვას მაგალითად და უკვე როცა გამოვაგდებთ ჩვენს კომპონენტს, ხედავთ, რომ გვაქვს სლოტი, სადაც ლისტი მოდის, მეორე სლოტი უკვე თავისუფალი და მოდი აქ მაგალითად ჩავსვათ ამ სლოტში ღილაკები. კი ბატონო, auto layout-ით ჩავურთოთ და მოდი ესეთი რაღაცა გავაკეთოთ. ხდება, padding-ები აქვს 0 გავუკეთოთ padding-ები. თვითონ ეს ღილაკები მოდი fill-ი იყოს და მოდი თვითონ ამ კომპონენტს, ახლა ახალი კომპონენტი რო არ შევქმნა, ამ კომპონენტს ჩავუტარებ მოდიფიკაციას აქვე და მოდი დავარქვათ secondary ბატონი. შესაბამისად ამ სლოტს ჩვენ შეგვიძლია სახელი გავუწეროთ button slot და ამას გავუწეროთ list content slot. რა თქმა უნდა თვითონ ამ სლოტსაც აქვს როგორც show ბატონი არის, ასევე დავამატოთ list slot-ი და დავამატოთ მოდი button slot-ი. და ასევე მოდი, რადგანაც შეიძლება ორი სლოტი არ დაგგვჭირდეს, ან ერთი სლოტი დაგგვჭირდეს, თვითონ ამ სლოტზე დავამატოთ show secondary ბატონი და მოდი ნახოთ რას მივიღებთ. მოდი ეს show ბატონი წავშალოთ, რელევანტური აღარ არის და ვხედავთ, რომ რის კონტენტი არის default-ი, button slot-ი არის default-ი, ანუ არაფერი არ გვაქვს შეცვლილი და შეგვიძლია რომ list slot-ის გავთიშოთ და მხოლოდ ღილაკები იყოს, ან button slot-ები გავთიშოთ და მხოლოდ list-ი იყოს. button slot-ის გათიშვის შემთხვევაში secondary ბატონიც გაითიშა, იმიტომ რომ ეს კონკრეტულად ამ slot-ში ზის, ან მოდი გავუთიშოთ secondary ბატონი და მივიღებთ cards. აქედან გამომდინარე, მეგობრებო, საკმაოდ გამარტივდა მუშაობა და ასევე დეველოპერებთან მუშაობაც გამარტივდება, იმიტომ რომ handoff-ი მე ამ კომპონენტის იქნება ბევრად მარტივი, იქიდან გამომდინარე, რომ დაახლოებით დეველოპერებიც მსგავსად მუშაობენ, უბრალოდ slot-ს ქმნიან და მე ამ slot-ს დინამიურს ხდიან, სადაც სხვა შექმნილი კომპონენტების ჩასეტვა არის შესაძლებელი და ფიგმა ცირტვის იქი იმისკენ, რომ დეველოპერებმა და დიზაინერებმა საკმაოდ ჰარმონიაში იმუშაონ ერთმანეთთან. და მეხუთე წესი, მეგობრებო, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. მე ვარ მიხეილი, ესაა საჩემო აკადემია. მადლობა მეგობრებო ყურადღებისთვის. სულ ეს იყო განახლებული სლოტებთან დაკავშირებით და ძალიან მალე სულ ამას ვიძახი, მაგრამ მოდი ცოტა გულწრფელი ვიქნები, იმიტომ ცოტა შემინერდა YouTube ვიდეოების დადება, რომ საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მაქვს და ვცდილობ, რომ მაქსიმალურად მოგაწოდოთ საინტერესო ინფორმაციები და უბრალოდ მეტი мотиваცია რომ მქონდეს და უფრო მეტი ხოდით რო ვიყო, ესე რომ ვთქვათ, რომ აი ვიდეოები შემოგთავაზოთ, ძალიან მალე გადავიდეთ უკვე no code development-ზე, vibe coding-ზე, როგორ გამოვიყენოთ დიზაინში და ასე შემდეგ. სულ მცირე თქვენგან subscribe-ზე თითის დაჭერა არის მეტი არაფერი. ასევე Instagram-ზე დააფოლოვეთ საჩემო აკადემიის არხი, საკმაოდ ფიქრობ საინტერესო კონტენტს ვდებ და თქვენი აზრით საინტერესო იქნება, მართლაც საინტერესოა თუ უბრალოდ თქვენ მგონია რომ საინტერესოა. მადლობა ყურადღებისთვის და შემდეგი ვიდეო იქნება როგორ შევქმნათ Figma პლაგინი. ასე რომ არ გამოგჩეთ მსგავსი ვიდეოები, არხი გამოიწერეთ. დროებით.